საქართველოს რუსეთის ურთიერთობის თემა ევროკავშირის პრეზიდენტს მოვახსენე რომ რუსეთის მხრიდან შესატყვისი ნაბიჯი არ არის გაკეთებული, რაც ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში ევროკავშირისა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ პრემიერი ივანიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს-რუსეთის დიალოგის დაწყების მთავარი მედიატორი სწორედ ევროკავშირი იქნება. ქართველი ექსპერტების განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ რუსეთთან დიალოგის დასაწყება პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, მისი დაწყების მოლოდინი ნაადრევია. საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხში რუსეთის პოზიციით იმედგაცრუების შესახებ საქართველოს პრემიერმა ევროკავშირის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიგავაცანი ბატონ პრეზიდენტს ჩვენი მხრიდან გაკეთებული ნაბიჯების შესახებ ამ მხრივ და ისიც მოახსენე, რომ რუსეთის მხრიდან დღესდღეობით არ არის შესატყვისი ნაბიჯი გაკეთებული, რაც ნაწილობრივ იმედგაცრუებას იწვევს ჩვენში. ჩვენი შეთანხმებას და ველოდებით რუსეთის მხრიდან უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირის დახმარების გარეშე რთული იქნება. ქართულმა მხარემ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო. ახალმა პრემიერმა ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების საკითხში სპეცწარმომადგენლად ზურა ბაბაშიძე დანიშნა. ზურა ბაბაშიძე სწორედ მაგიტომ იყო შერჩეული იმ კომუნიკაციებიდან, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე მისი რუსეთთან ურთიერთობის. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ჩვენ უკან რაიმე კონკრეტული და პრაგმატული ჯერჯერობით არ მეგვიღია საერთაშორისო თანამეგობრობის სერიოზული ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე. ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ მათთან ესეთი შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკების წარმოება. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ რუსეთში მკაფიოდ არ აქვთ განსაზღვრული თუ რა საკითხებზე შეიძლება ესაუბრონ ქართულ მხარეს. საქართველოს კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს სურვილი, მაგრამ კიდევ ადეკვატური პასუხი რომ მოყვეს ამას, ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება. პოლიტიკურ ნებაზე რუსეთის ფედერაცია ჯერჯერობით ჩამოყალიბებული როგორც ჩანს, დღეისათვის არ არის. პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის თქმით, მოსკოვი თბილისთან მოლაპარაკებებს მაშინ დაიწყებს, როგორც კი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდება. რუსეთი მხოლოდ მაშინ გადმოდგამს რაღაცა სერიოზულ ნაბიჯს ჩვენსკენ, როცა დაინახავს, რომ რეალური არის ჩვენი გაწევრებები ნატოში და ევროკავშირში. თორსა ამას დაინახავს, სად გახდება, რომ ჩვენს უკან დგას უკვე დასავლეთი, მაშინ უკვე ესე ვთქვათ, იმოქმედებს ისე როგორც უნდა იმოქმედოს. დაგვიახლოვდება სერიოზულად და წამოვა კომპრომისზე. მანამდე ამას ჩვენ არ უნდა ველოდებოდეთ არანაირად. მას მიაჩნია, რომ ჩვენ ახლა ვართ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, ეკონომიკურად ძალიან გვიჭირს და საბოლოო ჯამში ისე უნდა მივადგეთ რუსეთს, უნდა ვეხვეწოთ, რომ დაგვაპატიოს და დაგვიბრუნოს თავის გავლენის სფეროში. ქართულმა მხარემ ჩრდილოელ მეზობელს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენად შესთავაზა, თუმცა ოფიციალური მოსკოვის მხრიდან ინიციატივას გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია.